ყველაზე გრანდიოზული შოუს შესახებ ვისაუბროთ, რომელიც ყველაზე რეიტინგული გახლავთ და ხალხისათვის საყვარელი. პროექტი ცეკვავენ ვარსკვლავების მე-13 სეზონის მეოთხე ტურის შემდეგ პროექტი ოთო ლასხიშვილისა და ხათუნა ოკიტაშვილის წყვილმა დატოვა. როგორი იყო პროექტში მონაწილეობა, რა ემოციები და შთაბეჭდილებები აქვთ? ახლა მობრძანდებიან თვითონ და მოგვიყვებიან ყველაფერს. მობრძანდით პატივცემულებო. მობრძანდით. კი, ასე გამოდიოდით იქ და ძალიან ლამაზები იყავით. მოგწონდა. გამარჯობა. კინოტური იყო, მეოთხე ტური იყო, ძალიან სანახაობრივი, საინტერესო და მეგობრია. იცი რა, კოსტუმებში რო ხარ, რაღაცაა ესე რომ იყო, ხო, მგონია რომ სხვები ხართ და იქ რო გნახეთ ისა ძალიან ბრწყიალები იყავით და ძალიან კარგი. მე მომწონდა ძალიან მინდა. მადლობა დიდი. ყველაზე რთული მომენტია ეს ფინალური ნაწილი, როდესაც წამზომი ირთვება და რაღაცა ნერვების ომიც ირთვება, ხო? აი როგორ გძნობთ თავს დღეს და ან წუხანდელი საღამო. კლასასიამოვნო არ უნდა იყოს ეხა, როცა შენზე არის ჩართული წამზომი ალბათ. 4 ტურის გავლა უკვე საკმაოდ რთული გზა არის. უკვე შესული ხარ ხასიათში, ინტერესში, პროექტში და აი ამ დროს ხდება გამოჩენა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრს დაწყდა გული თქვენი დუეტის რო გამოეთიშა, ამასაც გეტყვით. მოგწონდით. მოგრომესი მადლობა. გაგვიზიარეთ ახლა თქვენი ემოციები და შეფასებები. დაიწყეთ. პირველი ძალიან დიდი იმედგაცრუება ჰქონდა, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დაგვეტოვებინა არც ის შემთხვევაში ეს ტური. ხაზნა გავაგრძელებს დანარჩენს. იმიტომ რომ რაღაცა ისე იყო, ისეთი შენიშვნით დავტოვეთ ტური, რომელიც ალბათ ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ხო, აქ შენიშვნა იყო ცეკვის დადგმაზე და თქვათ რომელსაც ყავს ქორეოგრაფი, რომელსაც უნდა ეთქვა მინიმუმ, რომ ჩვენ არ გქონდა ის ცეკვა, რაც საჭირო. ფაქტობრივად ეგ ჟიური არ მომწონს მე, რაღაც შენიშვნები აქვს მაგაც და რაღაცა კინოტური იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ჩვენი თემა მოგვეტანა მაყურებელთან, იყო ქორეოგრაფიაც, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მამაკაცი ვარსკვლავებისთვის რომბის ცეკვა არის განსაკუთრებულად რთული. ის პროფესიონალი მოცეკვავები რო ცეკვავენ იქაც თუ დააკვირდებით ისეთი ქორეოგრაფია რომ მაინც გინდა არ გინდა ქორეოგრაფია ისეთია რომ ჩანს უფრო მეტად გოგო ვიდრე წამყვანი ამ შემთხვევაში. ამიტომ განსაკუთრებულად სენსიტივად უნდა შევაფასოთ ალბათ მამაკაცის ცეკვა რუმბაში განსაკუთრებით, ხო? ჩვენ მაქსიმალურად დავაკლოთ ქულები იმის გამო რომ ქორეოგრაფია არ იყო, იმიტომ რომ ქორეოგრაფია ამ შემთხვევაში ჩვენი ბრალი არ არის. ხო, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში ეს თქო ხომ მზადდებოდა, ვთქვათ, იცოდით რას გავდით ქორეოგრაფთან ერთად, ხო? აი, ბოლო მომენტში რატო გადაწყდა რომ ალბათ ვერ მიხვდა ქორეოგრაფია ამ ამბავს ყველაფერს. ხო, ანუ უსამართლობის განცდა გაქვთ. ხო, არა, მე მაგალითად ძალიან ვისიამოვნე, იმიტომ რომ საერთოდ ეს ფილმი ძალიან მიყვარს იქ რაც ხდება, ანუ ეს პერსონაჟები ვინც არიან და თქვენ ძალიან კარგად აკეთებდით ყველაფერს რაც იქ იყო და მე ძალიან გულშემატკივრობდით, მინდა გულით გითხრა. ძალიან დიდი მადლობა. დედასპიცა. მე ძალიან ვისიამოვნე რომ არ მოგატყუოთ. მქონდა მე წინა ტურები, რამოდენიმე რაც გავიარეთ, რაზეც ძალიან ბევრი ცეკვა იყო, მაგრამ ესეთი სიამოვნება რაც ამ ტურში მე მივიღე ძალიან ცოტა ის რაღაცა უნდა გითხოთ. აი არ მგონი ხა არც თქვენ და არც მე დარწმუნებული არ გვაწუხებს ხა მაგამაი წონის რო დაიკელი. ძალიან ცუდი პერიოდი დამივიწყო. დავიკი 5 კილო დავიკელი. ხო, არა, იმიტომ არ დამივიწყო ახალი წლის პერიოდი, რომლის დროსაც ვერ დავიკელი ბოლომდე, თორე უფრო მეცაც დავიკლებდი. ხო და სიამოვნება მიიღეთ, იმიტომ რომ თქვათ ეს როლის განსახიერება მაინც თქვენს პროფესიასთან, თქვენს საქმიანობასთან ძალიან პირველ რიგში ის იყო, რომ შევხვდი ისეთ მუსიკას, ისეთ ცეკვას, რომელშიც ხათუნ როგორც აღნიშნა, ძალიან რთულია თვა ცეკვის რუმბა და თან მუსიკა ჰქონდა იმდენად ლირიული რომ აქ რაღაცა დათვალ არის თითქმის შეუძლებელი და გამხელწოდვა გამხელიჭობს აი სიტყვებზე მქონდა დამახსოვრებული საათ რა უნდა მეკნა ხო ყველას თავის მეთოდი აქვს ახლა ხო წარმოუდგენელია მოყვარულისთვის წარმოუდგენელია რომ ეს ერთი კვირის დაწყებული გვაქვს ცეკვა და წარმოუდგენელია რომ ვიცეკო ამ თვალში გავიგო ეს თვა ეს რო რთული ცეკვა იყო გავიგე ან მოდი ასე ვთქვათ რომ არც ერთი ცეკვა არ არის ადვილი რა ანუ ეხა ის საუბრობ მოგება აი 4 ცეკვა გამოვიდა ხო რომელი იყო მოგწონდათ რომელიმე აი განსაკუთრებით რომელსაც აი გული დავდა ყველა მომწონდა მაგრამ განსაკუთრებულად რო არ მოგატყუოთ ესე რო ვთქვა აი ეს ცეკვა იყო რომელმაც ეს ხო მე დამატოვებინა პროექტი რაღაც ისე არის ხო იცით რატანაშვილი ყველაზე მეტად რო უყვართ თუ ყველაზე მეტად გამოხატავენ სიყვარულს აი ეგეთია ის იყო ამ შემთხვევაში იმიტომ რომ რაღაცა ისე მეგონა ბოლომდე რომ
ეცეკვა, იყო ცეკვა, იყო თურმე აღმოჩნდა რომ არ ყოფილა ცეკვა. ხათუნო, თქვენ როგორც პროფესიონალი ამ 4 ტურის განმავლობაში როგორ დაიხვეწა, როგორც მოცეკვავე? თქვენი ვარსკვლავი მოწყვეტა. ძალიან ბევრ შოუს მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გამიხარდა რომ გავიცანიოთო, შესანიშნავი მსახიობია და ნამდვილად ეს ჩვენი დადგმები რაც იყო, ვფიქრობ ძალიან გემოვნებიანი იყო. ვიცეკვეთ ძალიან ბევრი იყო სამბა, იყო ვალსი, პასადობლის ცეკვაც მოგვეწია, რომბაში ვეცაით რომ მაქსიმალურად თეატრალური დადგმა ყოფილიყო მეტად, იმიტომ რომ კინოტური იყო და აქედან გამომდინარე თამაშის მხრივ ძალიან მოუხდა. ანუ ლეონის განსახიერება ვფიქრობ რომ ძალიან ამიტომაც ალბათ უფრო მის საყვარელი ნომერი გამოვიდა, იმიტომ რომ მის თავი უფრო აღმოაჩინა თეატრალური. მე ვარ ჩაგრულის მხარეს ხოლმე, ეგეთი ხასიათი მაქვს და აი ცეკვისკენ ვარ პროდუცერი თუ ვინმე მკითხავს რა კეინც ეკონომიკაში იქნება რომ აჩვენე პაი ამ ცეკვას რომელმაც დამატოვებინა პროექტი ყველას ვიკითხებით შეიძლება რაღაცა ძალიან კარგად აკეთებდა ადამიანი მაგრამ ეს ფაქტობრივად გამოცდა ხო იმიტომ რომ როდესაც ჟიურის წევრები გაფასებენ მე გამოცდას ვეძახი აი ეს ზოგადად მე ყოველთვის მიჭირდა ხოლმე ამას ყველას ვსვამ შეგეთ თქვენ არ გიჭირდათ ანუ აი შიში არ ქონდათ რომ აი ხლა უნდა დაწერონ რაღაცა უნდა თქვან მე აქ ვიწვალე და აუ არამერიოს თორე რაღაცა მე არ მქონია როგორ შეგრძნებით გადიოდით აი არ მქონია და გეტყვით რატო მე როცა რაღაც ჩემი საქმის რაღაცაში პროფესიონალი ვარ თუნდაც თეატრში მუშაობ თეატრში ვარ აქ უკვე რაღაცაზე შეიძლება გამიჟოს ჯანსაღი ამბიცია რომ მე ამაში დარწმუნებული ვარ რასაც ვაკეთებ მაგრამ ძალა ჩადეთ რამდენი მუშაობ მაგრამ როცა არის რაღაცა სფერო რომელშიც მე კომპეტენტური ვერ ვიქნები ემოციები რო გამოვრიცხოთ ყველაფერი გამოვრიცხოთ კომპეტენტური ვერ ვიქნები ხომ ეს ეკვაში აქედან გამომდინარე მივიღებლობა ჩავრთე ისეთი რომ ორიანს დამიწერენ იყოს ორიანი ალბათ ეგრე იყოს საჭირო და ეს ძალიან მეხმარებოდა იმ ამბავში რომ იმას ის არ მემართებოდა ერთ ადგილზე წნეხი არ იყო და ერთ ადგილზე არ ვჩერდებოდი ორიანზე ვიცეკვე კარგი შემდეგი ტური ვიცეკვე უკეთესე შემდეგი უკეთესე შემდეგი უკეთესე და მეოთხე არ ვიცეკვე უკეთესე კოლით იცით რა მაინტერესებს ეს ბოლო წამები როდესაც გახართ ხო ორივე წყვილი კონკურენტები ერთმანეთის ხართ კამერის წინაშე და იქ ძალიან ჩანს ხოლმე ეს ემოციები ეს არის დაძაბულობა ეს არის რაღაც ხელვა ერთმანეთში რაღაცებს ჩურჩულებით აი რა ხდება ხოლმე რა ფიქრობთ იმ მომენტში ხათოს გუშინ მაგალითად როცა გავედით ვუთხარი რომ მე ვუთხარი ოთო ითვლი და მივხვდი და დანარჩენი არ ვიცი ვუთხარი რომ ჩვენ მივდივართ ეხლა თქო იმიტომ რომ რაღაცა წინათგზობა მქონდა წინათგზობა მქონდა რომ თქვენს გქონდათ ეს წინათგზობა ეს ალბათ შეფასებებმა განაპირობა იცი რა არ სიმართლე ვთქვა არ მქონდა რაღაცას მეგონა რომ არა მანამდე არც მეგონა აი ეს მომენტი ზუსტად კი ვფიქრობდი რომ კინოტურია შოუ დავდგით ნომერი ლამაზი გამოვიდა რაღაცა შეცდომები იყო რა თქმა უნდა მაგრამ არ ვიფიქრებით რომ ამ შეცდომების გამო შეიძლება დაგვეტოვებინა პროექტი რაღაც ვერ გავიგეთ მოკლედ სწორად ერთი რაღაცა მინდა ვიკითხო აი წარმოიდგინეთ რომ მეოთხე ტურია ხო მეხუთეა მე მეექვსე ტურია მე თუ გამოვარდნა არ მომწონს ახამასო ხო სიტყვაზე მაგრამ არ ჯობია ადრე გავარდე მე შვიდი ცეკვავნე ისწავლე მე გეტყვით ეხლა მე ისე ვარ დატვირთული ვარ ჩემი სამსახურებრივი ამბებიდან გამომდინარე და რამოდენიმე სფეროში შეიძლება მაგალითად სისულელი ვიკითხე არა პირიქით გეტყვით და დავიდან აი ეს სამსახურებში ყველა რა თქმა უნდა მხარს დაგიჭერთ ბოლომდე მოყვებით მაგრამ გავიდა აი ხა ერთი თვე რო გავიდა უკვე არავის აღარ მოიწონდა ჩემი და იმ ხელას შრომას მოითხოვს ეს ამბავი ძალიან დიდ შრომას მოითხოვს რო არ მოგატყუოთ უკვე მე ცოტა დავიღალე იმით დავიღალე რომ ბევრ სხვა სამსახურს რომელიც მჭირდება და ვმუშაობ ამიტომ ვაკლებდი ბევრ დროს ამ დროს რო ვაკლებდი ნერვიულობდი იმ ამბავზე ესეც აი რაღაცა ისე ვიყავი შუალედში მეუღლე ძალიან გულდაწყვეტილია და მითხარ რომ შენ არ იმსახურებდი ამ ტურიდან წასვლასო და ვითანხმები რო არ მოგაწვა არა ეს ბუნებრივიც არის რომ ასე მაგრამ პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად გული დამწყდა რაზეც იყო რომ ხათო არის ისეთი მოცეკვავე რომელიც პროექტს გარეთ არ შეიძლება რომ იყოს ხათო დაუბრუნდა და თუკი ოდეს თუკი აი ვიფიქრებდი რომ დავიღალე და უცებ აი მენთებოდა თავში რომ ხათო არის და არ დაიღალე და ემდგებოდი და 4 საათზე დილის 4 საათზე 5 საათამდე მქონდა ხოლმე რეპეტიციები და მაქსიმალურად ყველაზე მეტად რას ეს ნერვიულობ ხა ამ შემთხვევაში არის ის რომ ხათო დავტოვე პროექტს გარეთ
ჩემი დაუდევრობის თუ მოუქმედობის თუ რაღაცის შემდეგ რაღაცის სეზონზე ისევ დაბრუნდება პროფესიონალის ამპლუაში. აუცილებლად და ძალიან ვისიამოვნე ჩვენ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმ წუთებში რომელიც მოგვალიჭეთ და მე დარწმუნებულად ძალიან კარგი გამოცდილება მიიღე. ამ გოგონას თავისი იცის ამან თავის საქმე ჩვენ როგორც მსახიობებს რაღაცნაირად თავარი რომ ძალიან კარგი ადამიანები ხართ და ეს ყველაფერი ჩანდა და ძალიან კარგი არა და ძალიან კარგი დუეტი გქონდათ და ეს იყო სამოიყო საცქერლად მერც მომენტი. მადლობა ამ გულწრფელი საუბრისთვის, რომელიც იგრძნობოდა ჩვენმა მაყურებელმა უფრო მეტად გაიზიარა ახლა თქვენი განცდები. დიდი მადლობა ლასხიშვილს წარმატება თქვენს წარმატება აუცილებლად. თეატრალურ და სხვა საქმიან მიმართებაში. ჩვენი გაცნობა